საკადრო წმენდა საჯარო ბაღებში პოლიტიკური ნიშნით 196 ბაღთან ყოფილი თანამშრომლები არიან შეკრებილი, რომლებიც მოულოდნელად გაათავისუფლეს და ამის შესახებ სასწრაფო წესით ჩანიშნულ თათბირზე შეატყობინეს. 20 თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ისინი უსაფუძვლოდ გაუშვეს და მოტივი მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულებებია. ლიზი ვეკუა ჩაგვერთვება აქციიდან და მოგვიყვება გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტის შესახებ. თბილისის 196 ბაღში დაწყებული არის პოლიტიკური დევნა იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიციები და ჩვენ ვიხილეთ, რომ პარასკევს ბაღის ადმინისტრაციამ და დირექტორმა გაათავისუფლა 20 ადამიანი, 20 თანამშრომელი, ის 20 ადამიანი, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ წუთებში თბილისის 196 ბაღში მიმდინარეობს შეხვედრა დირექციასთან და მშობლებთან, რადგან მშობლებს არ სურთ 60 ადამიანის გათავისუფლება სრულიად უმიზეზოდ ბაღიდან. ჩვენთან საუბრისას ბაღის ერთ-ერთი უკვე ყოფილი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ ისინი ამ ყველაფერს ცხადია უკავშირებენ განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და ასე ვთქვათ არ არიან ოცნების რიტორიკისა და შეხედულებების გამტარებელი და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა მათი გათავისუფლება თბილისის 196 ბაღიდან. მე არ ვიცი უკვე ისე ცუდად ვარ, დავიღალე უკვე ამდენი უსამართლობის შეგრძნებით. უსუსურად გრძნობ თავს და მარტო მეტირება, მეტი არაფერი, უკვე მართლა მიზეზი არის ის, რომ უბრალოდ არ მოვწონვართ დირექტორს ალბათ. განსხვავებული შეხედულებების გამო. ალბათ კი არა, მაგაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მიკვირს, რომ კიდე ჩემი კოლეგები სვამენ კითხვას, რატომ გაგვიშვი, რატომ? პასუხი ერთია, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ოცნების წარმომადგენლები და ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ბავშვები უანგაროთ და უბრალოდ მუშაობთ. ქართულ აუცნებამ ამჯერად პოლიტიკური წმენდა, როგორც ჩვენ საბავშვო ბაღებში გადაწყვიტა, რადგან ეს არ არის ერთადერთი ბაღი ამ დღეების განმავლობაში, სადაც ვიხილეთ მსგავსი შემთხვევები, თითქოს ისინი აწარმოებენ მონიტორინგს და რაღაც განსხვავებული მიზეზების გამო თავისუფლდება 20-ზე მეტი ან 20 ადამიანი ბაღებიდან, თუმცა როგორც უკვე მოისმინეთ, ბაღის თანამშრომლები ამას მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ.